დიახ, არავინ ამბობს, რომ ომის შესაძლო და არ გამორიცხ დასრულებას მართლაც არ გამოირიცხება, ადრე თუ გვიან ხომ დასრულდება. რუსეთისათვის მეტნაკლებითი მისაღები პირობებით ამ ომის დასრულებას ალბათ და მაღალი ალბათობით მოხვება რუსეთის თუნდაც ნაწილობრივი, აი პირველ ეტაპზე ნაწილობრივი დესანქცირება. მასზე გამავალი მარშრუტების, მათ შორის ჩრდილო დერეფნის, აი პუტინი ამ ჩრდილო დერეფნის აღდგენაზე ოცნებობს. ხელახლა ამოქმედება და ისეთი ამბებიც, რომლებიც ჩვენს როგორც უსუსტეს ქვეყანას რეგიონში კიდევ მეტად დააზარალებს და გვაზარალებს. ამით იმის თქმას კი არ ვცდილობ, რა საკვირველია რომ ომი არ უნდა დასრულდეს, არა, ომი უნდა თქმა უნდა, რა საკვირველია, აღარ უნდა იყოს, უნდა დასრულდეს, მაგრამ შედეგს ომისა უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს დასრულების ფორმასაც და პირობებსაც. თუ რუსეთი ნაწილობრივ მაინც ამოიყურება, ანუ თუ იტყვის რომ აქაო და ცეცხლს ხვედ და ამის სანაცვლოდ უნდა დამითმოთ რამდენიმე სტრატეგიული საკითხიო, ამას თუ გაიტანს, ამას თუ ჭყალებში დაამტკიცებს, ეს მეტად ძიმედ მოგვიბრუნდება ჩვენ ეს არ ესმის ქართულ ოცნებას ვერც გაიგებს იმ დროის თავიდან ბოლომდე რუსული ძალაა და უპირველესად სწორედ ჩვენ მოგვიბრუნდება ეს ძიმედ კერძოდ და ახლა უკვე დეტალურად ავხსნი. რუსეთი შეეცდება არსებობს ესეთი აღმოსავლეთსა და დასავლეთის დამაკავშირებელი მარშრუტები, მათ შორის ჩრდილო დერეფანი, შუა დერეფანი, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ და ასე შემდეგ, მაგრამ არსებობს სამხრეთ ჩრდილოეთის ლოჯისტიკური ხაზი, ანუ ირან-რუსეთის ხაზი და რუსეთი შეეცდება შენარჩუნება აღდგენა გაძლიერებას ამ ხაზისა და პრაქტიკულად კავკასიაში მის ორ დაკარგულ რესპუბლიკაში დაბრუნებას, ანუ სომხეთსა და აზერბაიჯანში გაგიკვირდებათ და ამას ეცდება ის მესამე რესპუბლიკის, ანუ ჩვენი, ანუ საქართველოს გამოყენებით, რამდენადაც საქართველო არ არის ამ დუეტის რა ძიმე პერიოდი უდგას, წარმოიდგინეთ ქვეყანას, რომ საქართველო, რომელიც წინ წაწეული და წინაურებული ქვეყანა იყო წლების და ათწლეულების განმავლობაში, ახლა მაჩანჩალა ქვეყანაა და ის ორი სახელმწიფო, რომელიც ვერ იხედებოდა, ვერ იყურებოდა დასავლეთ, ვერც იყურებოდა, ახლა ისინი გაცილებით დასავლურებად ითვლებიან, ვიდრე საქართველო, რომელიც პრორუსულ ქვეყანა და ქცია ბიზინა ივანიშვილმა. მოკლედ, საქართველოზე დაყრდნობით რუსეთმა შეიძლება არიოს ვითარება საქართველოს გამოყენებით სამხრეთ კავკასიაში. ისეცდება პაბედანოსნი, ისიც რაც ნიშნავს, აი გამარჯვების მოპოვება სადმე მაინც და არა მაინც და მაინც კონვენციური ომით და საქართველო ყველაზე მოწყვლადია ამ ხრივ. ისეცდება, ანუ რუსეთი ეცდება გიუმრის, ცხინვალჯავის, სოხუმო-ჩამჩირე გუდაუთის დღეს მოსუსტებული ბაზების მაქსიმალურად მოძლიერებას, როცა უკრაინაში ომი დასრულდება, ის ეცდება ყველა იმ ინფრასტრუქტურული და კონცეპტუალური პროექტის საბოლოოდ ჩაშლას, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას რაოდენ სამწუხაროა და არც და უცხია, მაგალითად იგულისხმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც უნდა დაეწყო საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ რუსეთის კარნახით არათუ დაიწყო, არამედ 2019 წელს პრაქტიკულად მოკლა. არ მინდა გამექცეს სიტყვა და ამიტომ ჯერ მოკლედ ოღონდ კონცეპტუალურად ვიტყვი სწორედ ანაკლიაზე და უკვე შემდგომ მიუბრუნდები ძირითად სათქმელს. საქმე ისაა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საომარი კონფლიქტის მოგვარება ერთი და უდავოდ მისასალმებელი ამბავია. ყველა მიესალმა მაკა ბოჭორიშვილმაც კი შესძახა ეს და მაგარი ამბავიაო, თუმცა დარწმუნებული ვარ ბოლომდე გააზრებული არ აქვს და სხვებმაც თქვენსგან არა ახვნენ რა ფეხის ხვას. იმიტომ რომ დასრულდა კონფლიქტი, მაგრამ და კონფლიქტი ამოიწურა და ეს ძალიან კარგია, ანუ სისხლის ღრმაც დასრულდა, მაგრამ მეორე კარგი ამბავია ამერიკელების მიერ ამ კონფლიქტის მოგვარება, არა რუსების, რომლებსაც არც უნდათ კონფლიქტის მოგვარება, არამედ ამერიკელების და ამერიკელების მსუხეთ შემოსვლა რეგიონში. ანუ ამერიკელებს არ გამოსარიცხი ესკალაციებისა და შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით დასაცავი ექნებათ არა მხოლოდ პერიმეტრი, ხსენებული კი არა, ჯერ არ ხსენებული ზანგეზურის დერეფანისა, არამედ სხვა სივრცეების და ეს გვისახავს იმედს ჩვენს ქვეყანაში პატრიოტ მოქალაქეებს, რომ ლაჟვარდოვან ოკეან გაღმა არსებული ზე სახელმწიფო
სახელმწიფო ზემძლავრი ქვეყანა კავკასიის რეგიონის დარჩენილ 1/13-შიც, ანუ საქართველოში შემოვა, როცა იქნება, თუმცა იმისთვის, რომ საქართველოს მოექცეს ამერიკის თვალსაჩინოში, ანუ ყურადღების ცენტრში, ჩვენ ისეთი მომხიბვლელობა უნდა გქონდეს, რომ ამერიკას ლავირებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილების შესაძლებლობა გავუზარდოთ, გქონდეს. და აქ მივადექით სწორედ ანაკლიის სპორტს 2019 წელს რუსეთისა და ივანიშვილის მეოხებით ჩაშლილი ეს ინფრასტრუქტურა, რომ იყოს საქართველოს არსენალში, ანუ ახლა რომ აშენებული იყოს, ჩვენ უკვე გექნებოდა მეტი ამერიკა საქართველოში, მეტი ნატო საქართველოში, მეტი დასავლეთი საქართველოში, იმიტომ რომ ვაშინგტონის საკუთარ მფლობელობაში აიღებდა ამ პორტს და მთლიანად ინფრასტრუქტურას, მაგრამ სამწუხაროდ ეს პორტი არ არსებობს. ფიზიკურად არ არსებობს და 2019 წელს რომ ჩაშალა და 2023 წელს ვითომ რომ მიუბრუნდა ივანიშვილის ხელისუფლება, ესეც ბლეფი აღმოჩნდა, მით უფრო რომ მიუბრუნდა ვისი გამოყენებით თუ ვის ზედაყრდნობით, ვის გადასცა 49% ამ პორტისა, ვის და სანქცირებულ ამერიკის მიერ სანქცირებულ ჩინურ კომპანიას. ეს ცალკე თემა. მეტიც მის ახალ მფლობელთა სიაში არის ჩინეთი, მეთქი ამას ვამბობ და მისი ამერიკელთა მიერ სანქცირებული კომპანია ჩინური, აქ რაც ამერიკას პრაქტიკულად უსპობს საქართველოსკენ გამოხედვა თუ სწორი სიტყვა შესაძლებლობას მოსებულ ეტაპზე. ანაკლია უმნიშვნელოვანესი პროექტია დღესაც კი. კვლავ ვიმეორებ, დღეს რომ აშენებული იყოს, უკვე შემოსული იქნებოდა ტრამპის ადმინისტრაცია და იმ მაგიდასთან, ვინც ის იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც კი ყოფილიყო, რომელ მაგიდასთანაც იცხდნენ გარშემო თუ ტრამპის გვერდით პრემიერი ფაშინიანი და პრეზიდენტი ალიევი. საქმე ისაა, რომ ხსენებული ზანგეზურის დერეფანი ჩვენი ალტერნატივა არ არის, ეს არასწორად არის ინტერპრეტირებული, არა, ვერ გახდება ვერასდროებით. აი, კონკურენტი კი ნამდვილად გახდება და კონკურენციაში სუდი არც არაფერია, თუმცა იმისათვის რომ ცალკე ზანგეზურის დერეფნის დაჯაბრნა მოვახერხოთ, ზანგეზურის მარშრუტის დაჯაბრნა მოვახერხოთ და ცალკე ჩრდილოეთის მარშრუტისა, რომელიც ჯერ არ არის გახსნილი, მაგრამ გაიხსნება ხვალ, არა 27-ში, არა 28-ში, მაგრამ რომელიღაც ეტაპზე ხომ გაიხსნება. ხო, ოდესმე ხვალ დგება, ჩვენ მინიმუმ ვიმეორებ 3 ლოჯისტიკური ხაზი, ინფრასტრუქტურული ხაზი უნდა გავმართოთ. ესა რკინიგზა და თითზე არ აკარებს ივანიშვილის ხელისუფლება იმისთვის, რომ ჩვენი რკინიგზა იყოს მოდერნიზირებული. ესა გზატკეცილები აქ გვაქვს რაღაც პროგრესი, მაგრამ გამტარუნარიანობას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, მით უფრო თუ გაქვს პრეტენზია სახმელეთო გადაზიდვებზე, თუნდაც არაშენებულ ანაკლიამდე ან აშენებულ ფოთამდე და ამ თვალსაზრისით ჩვენ პრინციპში შეიძლება გარკვეული გააჩნიათ ნაკადებს, ხო, გარკვეული პრობლემების შეგვექმნას თუნდაც ახალ გზატკეცილზე. და ესაა სწორედაც რომ პორტი და ახლა მე ვკითხულობ საერთოდაც და კონკრეტულად ანაკლიასთან დაკავშირებით რას აკეთებს, არაფერს არ აკეთებს, რას აპირებს, არც არაფერს არ აპირებს, მაგრამ მაინც რიტორიკული კითხვაა. ბიზინა ივანიშვილი გავანებოთ თავი 59%-ის მფლობელ ჩინურ კომპანიას. თავადაც სახელმწიფო ინტენსიურად მუშაობს კი ამ პროექტზე, ანუ 51% ხო აქ ღარიბაშვილის კი არა კობახიძის მთავრობას, ხო მუშაობენ ნიჩაბიჩა დღეს სწევს კი ამ საქმეს ისაა რომ არა და ის კვლავ ელოდება დირექტივას, ანუ ივანიშვილი ელოდება დირექტივას მოსკოვიდან, რომელსაც აქვს ბჟუტავი იმედი იმის თაობაზე, რომ ახლა მოელაპარაკება ამერიკელებს და რომელიღაც ეტაპზე მოხდება დესანქცირება რუსეთისა ნაწილობრივ მაინც და ჩრდილოეთი მარშრუტის აღდგენა, ანუ ნოვოროსიისკამდე, ტამანის პორტამდე, ხო? ამის იმედი აქვს მოსკოვს და თუ ეს განხორციელდა, რუსეთი ეტყვის ივანიშვილს ანაკლია არც გამაგონოთ, აღარც ააშენოთ არც ჩინელებთან, მით უფრო ამერიკელებთან, ან სხვებთან ერთად. გადაეცით ჩინეთს საბოლოოდ, შეიძლება ესეც უთხრას, არ ვიცი. ან შეაჩერეთ პორტის სამუდამოდ, ესეც შეიძლება უთხრას რუსეთმა ივანიშვილს. დიახ, მოვლენათა განვითარების გათვალისწინებით რუსეთს შეიძლება აღარც ჩინური პორტი აწყობდეს აქ შავ ზღვაზე და არც არანაირი. თუ ვიმეორებ მოხდება მისი თუნდაც ნაწილობრივი დესანქცირება და ბოლო აკორდი ამერიკას საერთოდ არ უნდა
ჩინეთ, რუსეთ, ირანის მსუხე კი არა საერთო ყოფნა რეგიონში ეს დადასტურდა ბოლონური მოვლენების გათვალისწინებით და სიამოვნებითაც შემოვიდოდა ამ ჩვენს არაჩვეულებრივ ქვეყანაში ივანიშვილი ადეკვატური რო იყოს. ივანიშვილი ამის შანსს რომ აძლევდეს, მაგრამ არა, ივანიშვილი ამას არ შრება, მას აქ არა დემოკრატიული, ამერიკული, არამედ კორუმპირებული და მარადიული ბიზნესტანი უნდა. აი, ბიზნესტანს აკეთებს ხო? გრუზიას, ქვეყანა რომელშიც მხოლოდ თავადაა, ქვეყანა რომელიც არ ვითარდება, ქვეყანა რომელშიც კორუფცია ყვავის, ის არც ჩქარობს და მუდმივად ელოდება, სულ ელოდება, რაღაც ჟამი რო დადგება გადაწყვეტილების მიღებისა, მაინც ელოდება, ჭიმავს პროცესებს, მას უნდა ქვეყანა რომელშიც რუსეთს თავისი იმპლემენტირებული ინტერესები აქვს, ბაზები 5-გან და მე შემიძლია დავასახელო 5-გან, ანუ ოჩამჩირეში, გუდაუთაში, სოხუმში, ჯავასა და ცხინვალში 6-განაც შესაძლოა. ანტიტერორისტული ცენტრები, რომელთა გახსნასაც აპირებს რუსეთი და ეს მე და აგე თქვენ უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი. უნდა ნეიტრალური სტატუსი ამ ქვეყნისა, ოღონდ რუსული ჯარი უნდა იყოს აქ და უნდა ქვეყანა, რომელსაც აოცნებებენ. ივანიშვილსაც ეს უნდა. მუდმივი ოცნება, ოღონდ ოცნებების ვერასრულება. მათ შორის უქმნიან ილუზიას ამ ქვეყანას, რომ თუ გაუწვება რუსეთს ყოველ მხრივ და ვნებას ასაჩვენებს, თუ ასე მაგალითად დასთანხმდება, რომ არც მისცემენ იმ გასახდება რომ არ მისცემენ იმ კონფედერაციაზე თანხმობას განაცხადებს, ის იქნება ღარიბად მაინც და არც მისცემენ კონფედერაციას და ისედაც დაანგრევენ და ასედაც უკაცრავად რუსულისთვის ზატო იქნება ხო ამისთვის გიხდით ბოდიშს 7-დან და საქმეც ისაა რომ ბიზინა ვერ ხვდება მთავარს 7-დან ვერ ვიქნებით ჩვენ ვერანაირად ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ჯერ ერთი რუსეთი აუცილებლად შეგხრავს ბოლომდე და რაც შეგხრავს პირობით 10,000 ქართველს გაუჩენს მისთვის ანუ რუსეთისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის სურვილს სამომავლოდ თუნდაც 30 წლის შემდეგ და მეორე თუ რეგიონი ვითარდება და ჩვენ დავრჩებით განუვითარებელ რუსეთთან განუვითარებელი რუსეთის ბოსტნაც დავრჩებით ეს აქაც გამოიწვევს არ გაგიკვირდეთ ეს სიტყვა დესტაბილიზაციას რომლის ბოლოს ყალბი მშვიდობის მომტანი ივანიშვილი სრული წალეკვა იქნება დიახ წაილეკება ივანიშვილი ყალბი მშვიდობის ფსევდო მშვიდობის რუსული მშვიდობის ეგრეთ წოდებული მშვიდობის აქ დამამკვიდრებელი შესაბამისად ომის პარტია ომის ოღონდ ჩვენთან არის სწორედ ივანიშვილი დიახ ომის პარტია ივანიშვილი ომის პარტია ქართული ოცნება ომის პარტია ირაკლი კობახიძე ომის პარტია ნებისმიერი ის ბანდიტი ქართული ოცნების ლიდერად წოდებული პოლიტიკოსად წოდებული ვინც ახლა მოაჯდა ამ ხელისუფლებას და ამ ქვეყანას და ხრავს როგორც ბიუჯეტს ისე ქვეყანას და მის პერსპექტივას ახლა კი მთავარი თემა და მოკლედ უნდა ვისაუბროთ სწორედ უკრაინაზე იცით თქვენ რომ ალასკის შტატში ტრამპი პუტინს უმასპინძლებს და ზოგი ამას ტრამპის მარცხს ხოლო ზოგი უდიდეს გამარჯვებას უწოდებს მოდი ავწდეთ ამ შეფასებას და დავსვათ რამდენიმე კითხვა კერძოდ სადამდე მივლენ მხარეები შეერთებული შტატები და რუსეთი მაღალი ალბათობით ანუ უკრაინას რა ბედიელის ამის შემდეგ და მე ჩემსაც გეტყვით მოკლედ ჩემი აზრით არაფერი ტრაგიკული არ ხდება არანაირად იმ შემთხვევაში თუ პუტინი მიაწვება პირველ ჩვენებას და მოითხოვს უკრაინის 5 რეგიონის გადაცემას და ფაქტობრივ დაკანონებას ტრამპისაგან ის მყისიერ აი ალასკაზევე უარს მიიღებს თუ პუტინი დააფიქსირებს რომ რუსეთი არსებულ საოკუპაციო ხაზებზე ჩერდება უღდამას არ იტყვის მაგრამ მაინც დაშვება გავაკეთოთ გავბედავ და ვიტყვი რომ არც ეს იქნება არა თუ გრძელვადიანი არამედ თუნდაც ცეცხლის შეწყვეტის საფუძველი და მთავარი 16 დეკემბერს აი შეხვედრიდან მეორე დღეს ტრამპმა ყველა დროის ყველაზე ანტიუკრაინული განცხადებაც რომ გააკეთოს არც ეს იქნება ტრაგედია კატასტროფა მეთქი ამას ვამბობ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ უკრაინელთა გარეშე უკრაინის ბედი როგორც ასეთი ვერ
გადაწყდება და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოა ერთი ცნობა, რომლის თანახმადაც ალასკაში, ანუ ეს ცნობა, ამ ცნობის თანახმად ალასკაში იქნება ამერიკის შტატში იქნება წარმოიდგინეთ თქვენ პრეზიდენტი ზელენსკიც და მან შესაძლოა გარკვეულ შეხვედრებშიც ოღონდ არა პუტინთან მიიღოს მონაწილეობა თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით ზელენსკისთან შეხვედრები სავარაუდოდ ტრამპ-პუტინის მოლაპარაკებების ფონზე გაიმართება იმისათვის რათა ევროპისაგან მხარ დაჭერილმა მხარ გამაგრებულმა გმირმა ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტმა ადგილზე მიიღოს იმ მოლაპარაკებათა დეტალები გაეცნოს უფრო ზუსტი იქნება ალბათ რაც ორმხრივ შეხვედრაზე ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრაზე იქნება განხილული და ბოლოს Washington Post-ი წერს პუტინი ცდილობს გადაურჩეს სანქციებს და მოლაპარაკებებზე მიიღოს ის რაც ფრონტზე ომით 3 წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვერ მიიღო რაც გულისხმობს დონბასის სრულ კონტროლს და ვერ აკონტროლებს დონბასს თუ ტრამპი პუტინის პირობებს მიიღებს და აქვე ვიტყვი რომ ეს წარმოუდგენელია ჩემი აზრით ეს გახდება Washington Post-ის ანალიზით და სწორი ანალიზია 1938 წლის მიუნხენის შეთანხმების განმეორება, როცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჩემბერლენმა ეს ჩერჩილამდე პერიოდია, ნევილ ჩემბერლენმა ჰიტლერს გადაულოცა ჩეხეთის სუდეტი. ჩეხეთის ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ სუდეტის ოლქი, თუმცა ჩემბერლენის გზას მოხვა მთელი ჩეხოსლოვაკიის იმხანად ესე ერქვა ამ ქვეყანას ჩეხეთსა და სლოვაკეთს ოკუპაცია Washington Post-ი წერს რომ ახალი მიუნხენის 38-ში მოხდა ეს ახალი მიუნხენის რისკი ნაკლებიაო ობიექტურად წერს ამას ეს გამოცემა ჩეხოსლოვაკიისაგან განსხვავებით უკრაინელებს ვერ დაითანხმებენ ასეთ დამამცირებელ და დამანგრეველ შეთანხმებაზე ანუ ჩემბერლენად ვერ იქცევა პრეზიდენტი ტრამპი და ვერ დაითანხმებენ ვერც ტრამპი და ვერც პუტინი თუ ისინი ერთობლივად შესთავაზებენ თუმცა მე დავძენ რომ ტრამპი ალბათ მაინც არც შესთავაზებს არც იკადრებს ამას მოკლედ ესაა არასრული